საინტერესოა რას ფიქრობენ სასულიერო პირები ამ თემაზე უფრო დეტალურად, ვინაიდან მათ აზრს ჩვენ საზოგადოებაში დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, ამიტომ ჩვენ ახლა პირდაპირ ეთერში გვერდება მამა თეოდორე გიგნაძე და ვნახოთ რას ფიქრობს ის. მოგესალმებით, საღამომშვიდობისა, მამა თეოდორე. საღამომშვიდობისა, მოგესალმებით. მამა თეოდორე, თქვენ როგორი დამოკიდებულება გაქვთ ამ საკითხისადმი? ეს ადამიანები ითხოვენ დეკრიმინალიზაციას, ანუ მარტივად რო ვთქვათ იმას, რომ ადამიანი ნარკოტიკის მოხმარებისთვის ციხეში არ ჩაჯდეს. არც რამდენიმე წლით, არც რამდენიმე თვით, არც რამდენიმე დღით. ხო, ძალიან ისეთ ვნებათა ღელვა იყო და ცოტა რთული ასე დროს შემოჭრა და მე მეცდები ნებას თუ მომცემთ ვისაუბრებ როგორც ქრისტეს მღვდელი ამ შემთხვევაში და მეცდები რომ ჩემი პოზიცია დავაფიქსირო, მთლიანად ეკლესიის პოზიციას თავისთავად ცხადია, მე ვერ დავაფიქსირებ. საერთოდ, როდესაც თქვა რაღაცა მოვლენაზეა საუბარი, რაღაც ქმედებაზე და ასე შემდეგ, და სამართლებრივი ნორმებით ხდება ამ მოვლენის განხილვა, აქ რა თქმა უნდა სუბიექტური მიდგომები არსებობს. გარდა ამისა, ყოველ სამართლებრივ ნორმას თავისი წინაპირობა აქვს, ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზები და ეს შეიძლება ესეც ცურავდეს ეს мотивაციები სხვადასხვა მხარეს და შესაბამისად მე ადამიანის სუბიექტური მიდგომა ხო და შესაბამისად ეს კამათი აქედან იბადება. მე ხამ კამათში ძალიან გთხოვთ, ნუ მომთხოვთ ჩართვას, იმიტომ რომ ყველა მხარეს თავისი ლოგიკა და არგუმენტები აქვს და ეს ცოტა ჩემი მხრიდან იქნება კიდე, მაგრამ მე ჩემ პოზიციას დავაფიქსირებ როგორც ქრისტიანი და როგორც ქრისტეს მღვდელი. ჩვენ გვაქვს ცნება, როცა სამართლებრივად განიჟება რაღაც არის დანაშაული და სასჯელი, ხო სწორია და თუ რაღაც არის დანაშაული, მაშინ ის ისჯება, თუ არ არის დანაშაული, არ ისჯება, ამაზეა საუბარი. მაგრამ ქრისტიანული მიდგომა შეიძლება რაღაც განსხვავებული იყოს, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ცნება ცოდვისა. არა დანაშაულისა, არამედ ცოდვისა და სხვადასხვა რაღაცა. აი მაგალითად, სახელმწიფოში დანაშაულად არ ითვლება აბორტი, მაგრამ ქრისტიანული თვალსაზრისით ეს ძალიან მძიმე ცოდვაა. სახელმწიფოში არ ითვლება დანაშაულად მაგალითად ადამიანი რო დათვრება, ნუ საჭესთან თუ არ დაждდება, ამ შემთხვევას თუ არ ჩავხვლით, თვრალი ადამიანი დამნაშავე არ არის, თავისთავად თუ ის არაფერს არ დააშავებს. ქრისტიანული თვალსაზრისით ეს ძალიან მძიმე ცოდვაა, სხვათა შორის და მძიმე ცოდვების რანგში გადის, როცა ადამიანი თვრება. ესეა. და შესაბამისად, თუ ჩვენ აი ამ კუთხით შევაფასებთ და კრიტერიუმი შეფასებისა ჩვენთვის რა არის? რა სამართლებრივი ნორმა, საიდან მოდის ეს? ანუ ცოდვის გაგება, საიდან მოდის? ცოდვა არის არა რაღაცა თქვათ იურიდიული რაღაც ნორმების დარღვევა, არამედ ცოდვა არის ხელისშემშლელი ფაქტორი, რომელიც ჩემსა და მარადილ სიცოცხლეს დგას. ჩემსა და ქრისტეს შორის დგება. ანუ ის რაც დგება ჩემსა და ქრისტეს შორის, ქრისტიანული თვალსაზრისით ეს არის ცოდვა. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი თრობის საშუალება, მათ შორის ნარკოტიკი, თუნდაც ეს იყოს ესეთი მსუბუქი მარიხუანა, ცოდვად ითვლება. აქედან გამომდინარე, მე როგორც ქრისტეს მღვდელი ვამბობ, რომ მარიხუანა არის ცუდი, მემთვრალეობა არის ცუდი, აბორტი არის კიდევ უფრო მეტი საშინელება. რაც შეეხება სამართლებრივ შეფასებას, ეხლა წარმოგიდგინეთ ჩემი მდგომარეობა, რა უნდა ვთქვა, რომ თქვათ ცოდვაზე რომ ის შეიძლება და მოიხმარეთ, ეს ვინც ქრისტიანულად ცხოვრობს, ის ებრძვის ამ მრავალ ცოდვას და ამ ცოდვასაც და თუ ეწეოდა თქვათ ამ მარიხუანას აღარ ეწევა, ებრძვის ამ ნებას, მაგრამ ამავე დროს მე არ შემიძლია ვთქვა, რადგან ცოდვა ეს ადამიანი დავიჭიროთ, იმიტომ რომ ცოდვა გულისხმობს არა დაჭერას, გესმით? იმიტომ რომ დანაშაული არ არის, არამედ ცოდვა გულისხმობს საუბარი რომ არ იყოს ასეთი მკაცრი სასჯელი, როგორც მინიმუმ. მესმის, მაგრამ ეს გადაწყვეტონ სამართალდამცავებმა, პოლიტიკოსებმა, სოციალურმა მუშაკებმა და ამ შემდეგ. მე როგორც ქრისტეს მღვდელი ვამბობ, რომ მარიხუანას მოწევა არის ცოდვა, ის დგება ჩემსა და ღმერთს შორის, მე ხელს მიშლის ჩემი მთავარი არსის და მიზნის განხორციელებაში, რომელიც არის კავშირი ქრისტესთან. შესაბამისად, მე როგორც ქრისტეს მღვდელი ყველას ვეუბნები, რომ ნუ აკეთებთ ამას, ნუ თორებით, ნუ აკეთებთ აბორტს, გესმით? ნუ ეწევით თამბაქოს და შესაბამისად ნუ ეწევით მარიხუანას. მაგრამ ის რომ მე დანაშაულის რანგში გადავიყვანო და მე გითხრათ რომ დავიჭიროთ, ამას ვერ გეტყვით. ვერც იმას ვერ გეტყვით, რომ რადგან დანაშაული არ არის, მოწიეთ, ხო გესმით? მე ვამბობ, ეს არის ცოდვა და ქრისტიანისათვის ცოდვა გაცილებით უფრო მძიმე მოცემულობაა, ვიდრე უბრალოდ დანაშაული, ხო გესმით? აი ესეც არის. აქ იყო ამ კუთხით საუბარი, დიახ, თქვენც ავლებთ პარალელს, რომ
არის თრობა, რომელიც ქრისტიანისთვის ითვლება ცოდვად, იქნება ეს გამოწვეული ალკოჰოლით თუ ნარკოტიკით, არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ თქვენი საუბრიდან შეგვიძლია ეს დასკვნაც გამოვიტანოთ, რომ როგორც მაგალითად სიმთვრალისთვის ადამიანი ციხეში არ ჯდება, თქვენ თუნდაც როგორც მოქალაქე ალბათ არ იქნებით მომხრე, რომ ნარკოტიკული თხრობისთვისაც ციხეში ჩაჯდეს ადამიანი. მე მაგალითად საპატრიარქოს პოზიციასაც უფრო ობიექტური კუთხითაც რომ დავინახოთ ეს პრობლემა. საპატრიარქოს გადაწყვეტილება, როდესაც ის ძალიან ხშირად და სისტემატურად ითხოვს პატიმრების შეწყალებას სახელმწიფოსგან, ძალიან დიდი რაოდენობა ამ ადამიანებისა ამ სიაში არიან სწორედ ნარკოტიკის მოხმარებისთვის ციხეში მომხდარი ადამიანები. საერთოდ სასულიერო პირს ყოველთვის ასეთ დროს უკავია დედის პოზიცია და სახელმწიფოს მამის პოზიცია. ჩვენ ყოველთვის მე ვთხოვთ მამას, რომ შეიწყალოს ადამიანი, რომელმაც რაღაცა დააშავა. თუმცა პოლიტიკოსები როცა რაღაც კანონზე ხელს აწერენ, ყოველთვის, რა თქმა უნდა, შეცდომისგან დაზღვეული არ არის, მაგრამ ყოველთვის უნდა იფიქრონ, რომ რა შეცდომა შეიძლება დაუშვან ამ კანონის ასე თუ ისე დაყენებით. ეს მათი პასუხისგებლობა, მე ამ პასუხისგებლობას ვერ ავიღებ. მაგრამ რაც შეეხება იგივე მემთვრალეობა, თქვა, რა თქმა უნდა, არ ვიჭერთ ციხეში ჩვენი კანონებით, ჩვენი კულტურის მიხედვით. თუმცა აი მაგალითად ქრისტიანული პოზიცია ესეთია, მემთვრალეთა სასუფეველი ვერ დაიმკვიდროთ. განეს ციხეზე უარესი არ არის, ხო გესმით? ამით და კიდევ ერთი ნიუანსი, კულტურა ვახსენე. ესეც გასათვალისწინებელია ალბათ, რომ ჩვენ არა გვაქვს მარიხუანას მოხმარების კულტურა. ეს ჩვენი კულტურა არ არის. ეს შეიძლება აღმოსავლეთში არსებობდეს და როცა ჩვენ რაღაცა კულტურა არა გვაქვს, ჩვენ მას ძალიან ცუდად, აი მაგალითად, სათამაშო ბიზნესი, ხო? ეს კანონით აკრძალული არ არის, მაგრამ ქრისტიანული თვალსაზრისით ძალიან დიდ ცოდვად ითვლება. ჩვენ ვიცით როგორია ასოციალური ხდებიან ადამიანები და ერთ-ერთი მიზეზი რომ ისინი ასოციალურები ხდებიან, როცა თამაშით არიან დაავადებული, არის ის რომ ამის კულტურაც არ აქვს. ჩვენ ეს პრობლემაც აქვს. ამიტომ ეს ბევრი რაღაცა არის გასათვალისწინებელი. ჩვენ თუ გვეკითხებით, ჩვენ გეუბნებით, რომ ეს არის ცოდვა, რომელიც ადამიანმა არ უნდა გააკეთოს, ხოლო დანარჩენი პოლიტიკოსებმა უნდა გადაწყვიტონ და პასუხისგებლობასაც შედეგებზე თქვენ იღებთ ღვთის წინაშე და ერის წინაშე და ამაში ჩვენ მხოლოდ ესე დაგეხმარებით, რომ არის რაღაცა ცოდვა, არის რაღაცა არ არის ცოდვა. მამა თეოდორე, თქვენ თქვით, რა თქმა უნდა, რომ ყველა ადამიანს აქვს სუბიექტური დამოკიდებულება და თქვენ შეეცადეთ თქვენი სუბიექტური დამოკიდებულება დაგეფიქსირებინათ ამ საკითხის მიმართ. რა სიტყვით მამა დავითის სიტყვებზე, რომელიც მე ვახსენე კიდევაც, ის აიგივებს პოლიტიკოსებს, რომელიც ლიბერალიზაციას ითხოვენ ნარკოპოლიტიკის იმ ადამიანებთან, რომლებიც ნარკოტიკებს ყიდიან. მე მაგალითად, რა თქმა უნდა, მამა დავითის პოზიციაზე მე რა უნდა ვისაუბრო, მაგრამ აი სტუდიაში როცა ზიან თქვათ სხვადასხვა დაპირისპირებული მხარეები, მე რო ეხლა თქვენთან ახლოს ვიждდეთ და სხვა გარემოში, თქვათ სუფრაზე ვიждდეთ, ხო? ღვინო გვედგას წინ, რომელიც ჩვენ აკრძალული არა გვაქვს, ჩვენ მე ვეცდებოდი ჩემი მხრიდან, ვიმეგობრებდი რა თქვენთან, ყველას ერთად გვესაუბროთ ჩვენ ცხოვრების საზრზე, ქრისტეზე, რომ თუ ადამიანი ქრისტიანი ხდება, მას სხვა პრობლემები, ესეთი პრობლემები აღარ აქვს. ჩვენი პრობლემა, ჩვენი საზოგადოების არის სულიერი გაჯანსაღების პრობლემა გვაქვს ჩვენ. ეს არის და მე მესმის რომ პოლიტიკოს თავის მიზანი აქვს და აქედან გამომდინარე ის შესაბამისად უყურებს ამ საკითხს, მაგრამ მე ჩემი მხრიდან ამას ვეცდებოდი, რომ შეგვერიგებინა ეს ადამიანები ქრისტეში. რაც შეეხება მამა დავითის პოზიციას, არ შემიძლია მე დიაგნოზი დაუსვა რომელიმე მხარეს, იმიტომ რომ ჩემთვის ყველა ადამიანი ქრისტეს ხატია და მე გეუბნებით, თუ ჩვენ ამ მიმართულებით ვიფიქრებთ, რომ რა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ერის სულიერი მდგომარეობა უფრო ჯანსაღი იყოს, ცხოვრების წესი ჯანსაღი იყოს, რა თქმა უნდა ეს კარგი იქნება. ციხეში ვერავის გაუშვებ, მაგრამ ვერც ვერავის მივცემ ჩემი მხრიდან წითელ მწვანე შუქს ვერ აუნთებ, რომ მოწიე რა მნიშვნელობა აქვს ამას, იმიტომ რომ ეს ცოდვა არის. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ეს ცოდვა მიუღებელია შესაბამისად, მაგრამ სამართლებრივ მხარეს მე ვერავის ვერ განუსაზღვრო. დიდი მადლობა, მამა თეოდორე გიგნაძე გვერდებოდა პირდაპირ ეთერში. მე გადმოვალ ისევ ჩვენ სტუმრებთან და